შეიქმნა ეს ლომი, ან იყო თუ არა ამ ტერიტორიაზე ლომი, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ესეთი საინტერესო გამოსახულება შემორჩა და იცით კიდე რას მინდა გავუსვა ყურადღება? ეს რომ ერთიანი კულტურის ნაწილია, მოდით გავიხსენოთ ამ ლომიდან ფიროსმანის ლომებამდე, ხო? ან ფიროსმანმა როგორ დახატა და ესე ძვირფასად როგორ გადმოსცა, გაიხსენეთ ფიროსმანის ლომის და მზის გამოსახულება, რომელიც ეს მგონი სიღნაღის მუზეუმის ერთ-ერთი მთავარი ექსპონატია და ქონდა მას ინფორმაცია და სად ბრინჯაოს ლომი და სად ფიროსმანი, მაგრამ ეს არის ერთიანი რეგიონი, ერთიანი კულტურის კონტექსტი და მე ვერ გეტყვით, რომ ფიროსმანმა ეს ლომი ნახა, ან რომელი ლომი ნახა, მაგრამ ესეთი ამბავი დატრიალდა ჩვენს კულტურის ისტორიაში და ეს ლომის ფიგურა გარდა იმისა, რომ გვიჩვენებს, რომ აქ კალიანი ბრინჯაოს გამოყენების ნიმუში გვაქვს, საინტერესო გახლავთ იმასაც, რომ საიუველირო ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია და ძალიან ესთეტიურად, ძალიან პროფესიონალურ დონეზეა შექმნილი მისი ფაფარის თითეული დეტალი.